რა არის, იმდენად როგორ თქვა რა, ქართველისთვის საერთოდ საქართველოში დღეს ისეთი ყვარას მისამართით ვიძახი რა, იმ დღეს ვფიქრობდი, რომ აი როგორი ესეთი ძალიან დიდი მადლობა მის მშობლებს რა, რომ ეგეთი მაგარი ბიჭი გაზარდეს რა. მე არ ვიძახი მარტო როგორც სპორტსმენი რა. როგორც პიროვნებას ვიძახი და როგორც მაგალითს მთელი ქვეყნისთვის რა. ესე იგი, მთელი ბავშვები მაგას ბაძავენ, წარმოიდგინე. აი რამხელა რამე არის არა, რომ აი ვიღაცა მაგალითი ყავს და აი მან თუ მიაღწია, მეც მივაღწევ და თან როგორი თავდაბალია. როგორი აი რა ვიცი, ეს ხო ოჯახიდან მოდის, მშობლებიდან მოდის, წინაპრებიდან მოდის, აი გარემოცვიდან მოდის, ყველაფერმა აი ამან როგორ იმუშავა, რომ ვფიქრობდი, რომ აი ხო უდგავენ ხოლმე რა, რაღაც აი ქანდაკებებსაც ხო უდგავენ ფეხბურთელებს, რა ეხა მესის აქვს ქანდაკება, იქ რონალდოს აქვს, რა მოვა დრო, რომ ყვარას ესეთ ქანდაკებას დაიდგმება სტადიონზე ან სადმე რა, ახალ სტადიონზე რაღაც და სულ ვფიქრობ, რომ აი როგორი შეიძლება იყოს ყვარას ქანდაკება თქო რა და იმ დღეს მომაფიქრდა, რომ ისა რა ქვია, აი მუხლებზე რო დგას და პირჯვარს რო იწერს, ხო იცი? გვერდზე რო ბურთი უგდია, ეგეთი უნდა იყოს, აი ამაშიც მისაბაძია რა. ესვის აი წმენაში, იმაში, ეს ძალიან დიდი რაღაცა იქნება, აი ახალგაზრდა თაობისთვის რა. ძალიან მაგარი ბიჭია, მე გეთანხმები შენ, გია რომ აი შენ სახსენე სიტყვა თავდაბალი მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ეთყობა ადამიანს თავისი საქციელი იმითი, რომ ძალიან თავდაბალი ბიჭია. მამამის ვიცნობ ძალიან კარგად. ბადრის ძალიან კარგად ვიცნობ და არაჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. ეთყობა ოჯახსაც ეთყობა და ვეცი ყველაფერი ოჯახიდან მოდის და აღზრდას და ყველაფერს და ეთყობა ამ ადამიანს ვარს თავში აკავარნელი და იმიტომაც აკა ესეთი დიდ შედეგს დებს ყოველ წელს აუმჯობესებს და აუმჯობესებს თავის შედეგებს რა. სხვათა შორის ძმაც მაგარი ყოლია ეს. ძალიან მაგარი ყოლი. მეც ესე ვიცი, ვიდეოებიდან მაქვს ნანახი, თამაშები ძალიან აქებენ ერთმა კნას. ანუ სადღაც 15-16 პატარაა ჯერ, მაგრამ ნუ საქართველოს ნაკრებში. მე ძეგლი უკვე დედმამას უნდა დაუდგა. კი, არა, იქ მინახია რა, მესის ძეგლი დგას მაგარი იმაში, არგენტინაში. znači ბარსელონაშიც დგას. მესის კი, ბრაზილიაში მესი დგას, გარიჩას კი ბატონო, პელეს ძეგლი, რონალდოს ძეგლი ესა. მაგრამ ძირითადად სტადიონებზე დგას ხოლმე, სტადიონის შესასვლელში რაღაცა და ნუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა, აი მაგალითის მიცემია. შენ ახსენე ხა ბოდიში რო გაწყვეტინებ ახალგაზრდები. შენ ნახე ყვარამ როგორ შემოატრიალა ბავშვების სიყვარული ფეხბურთისადმი რა. მე ხა ვიკითხე რა საფეხბურთო სკოლები ხო არის ბავშვთა სკოლები. გაორმაგებულია მსურველების ფეხბურთი რომ დაიწყო და ფეხბურთი რომ ითამაშო. ანუ ეს არის არავისი პირადად ყვარას დამსახურებაა და ადრე ფეხბურთი როცა ჩავარდნილი იყო შენ თუ გახსოვს და რაგბი ყოველთვის ძალიან კარგი რაგბისტები ყავს და ძალიან დიდი წარმატება იყო და უმეტესობა ახალგაზრდობა რაგბზე შედიოდა და მე ამით კი არაფერს არ იმას ვამბობ, მაგრამ დღეობით ეხლა რო უყურებ ხო ძალიან ბევრი ახალგაზრდები უკვე ყვარას გამო ყვარადან გამომდინარე უნდათ ფეხბურთზე შევიდნენ და ყვარამ წამოწია ჯანსაღი ცხოვრების წესი წამოწია ეგ ყველაზე მთავარი ბავშვები ისე მიდიან რომ აი ხო არეზარებად მიდიან სპორტ ვარჯიში ესა რო უყურებ მეც უნდა მივაღწიო ეს რამხელა რამე არის ძალიან დიდი სტიმული ეს არის ყვარას დამსახურება პირადად ყვარას დამსახურებაა სხვა არავისი რა